ბოლო ზარი დღე, როცა ბოლოჯერ ირეკება სკოლაში, შეთვის ბოლო ზარი და ეს დღე აღარ დადგება აღარასოდეს, ეს გაცდა აღარ დადგება არასდროს, ეს ემოცია აღარ დადგება, რა თქმა უნდა დაამთავრებ უნივერსიტეტს, თუ ეს გენდომება, იქაც იქნება ის ბოლო დღე, ასე ვთქვათ და კიდევ ბევრგან ცხოვრების მანძილზე, მაგრამ ეს სკოლის ემოცია მაინც ვერაფერს ალბათ ვერ შეეძრება, ასე რომ ყველას მშობლებო გილოცავთ თქვენი სასწაულის შვილების სკოლის დამთავრებას, თქვენ კი ახალი ცხოვრების დაწყებას გილოცავთ. ეს ის დღეა, როცა წარმოუდგენელ თავგადასავლებში მიექანებით. ასე რომ ზუსტად ესეთ მჩქეფარე და საინტერესო ცხოვრებას გისურვებთ. ხო და ვისაუბროთ იმ პრობლემებში, რა გვანცა თუ ამ პრობლემებზე არის საუბრა, მანამდე უნდა გაჩვენოთ სახის დამატებითი ჩაომიტანა ჩემო ძალმა. ასეთი უკვე მქონდა, წინა ჩამოსვლაზე ჩაომიტანა და უკვე დამიმთავრდა. მე ვიყენებ L'Oreal-ს სულ რა ამის წინა ჩამოტანაზე L'Oreal ჩაომიტანა და ფანტასტიკური აღმოჩნდა ჩემი კანისთვის. და ყველაფერთან ერთად რაღაცნაირი კარაქისებურია და ისე შედის ხალხურ კანში, აი გაოცდებით საწავიდა, უიტყვით, იმდენად კარგად იწყოს, სასწაულია პირდაპირ. და შემდეგ ჩამოტანაზე იმას ჩამოგიტანო, მოგეთ შევაბი, ხო და ახლა ეს მინდა გაჩვენოთ, რომელიც არ არის ცუდი ნამდვილად. მე გადასარევად ვიყენებ ყოველ საღამოს. სუნიც ძალიან კარგი აქვს. კარგი კი არა, ძალიან კარგი სუნი აქვს, ძალიან. არ არის სქელი, გაჩვენებთ ხელზე. ნახეთ, როგორი თხელია, კი ხედავთ, ანუ ძალიან თხელია. ძალიან კარგი სუნი, გემრიელი სუნია, ხო იცით რო იტყვიან. ხო და კარგია, ანუ აღარ ვიყიდი. შემდეგ ჩამოსვლას ეხლა საფრთხეში კიდე მოდის, ხო და იმედია რომ L'Oreal-ს ჩამომიტანს და არ დავიწყებ დავუყავ წინას. ხო და ჩვენთან L'Oreal-ის საკამაოდ ძვირია, ვინც იცით. ვერ ვიხსენებ ხალხო 65 თუ 85 თუ 60 არ მახსოვს, აი მართლა არ მახსოვს და ვერ ვამბობ ზუსტად. თუ 65. აი არ მახსოვს რა მოკლედ. ღირდა ფაზაკლებით. ხო და ჩემარ ძალმა მითხრა 15 евро ღირსო იქო და ხოწები აქ ფული არ ვიცი არ გამაგიჩო. ასე რომ იქ ევროზე არის ძალიან დაბალი 15 евро რა თქმა უნდა, როცა ამდენად კარგია კანისათვის. ხო და ეს 50-იანია. საკმაოდ ბევრი არ არის ცოტა გოგოებო. და აი ძალიან კარგად იწოს, თქო, ვერ ვიტყვი აი ესე რომ იწოს, ძალიან ცოტა უნდა წავისვათ, იმიტომ რომ არის თხელი, რადგან თხელი არ გეგონოთ რომ ბევრი უნდა ისვათ. თხელია, მაგრამ ესე არ იწოს როგორც L'Oreal-ი ნამდვილად, მაგრამ ძალიან კარგია მაინც. ხო და ასე იცის რა მინდა შემარცა. ესეც ასე. ადარკა. თან გამიხარდა. ვიცოდი რომ სახის ჩანთა რომ გახსნა რა ჩამოგიტანე ნახე და მეთქი უეჭველი სახის იქნება რა მეთქო. აუქნა მიყვარს ესეთი რაღაცა. გვიან დავიწყე ისედაც, მაგრამ ათი გაწვის დამტენ მოხუში მჭამა. თქვენ არ გეგონოთ რომ აქ ისე ვარ მბრძანებული, მე ვარ ჩემი სასწაული ჭიქით მოსული და ჩემი იმყავით რძიანი, რომელზეც შევჯექი ოფიციალურად, ოღონდ გულზმარვას იწევს და მაინც და მაინც არ უნდა ვსვა, მაგრამ აბა ეს ჭიქა, რომელზეც აი არ არსებობს, რომ ვიდეოში გამოვაჩინო, ან ფოტოში ჩანდეს, ან სადმე და რაღაცნაირად არ მიიქციოს ყურადღება და ამ ჭიქაზე ძალიან ბევრი მისაუბრია თქვენთან, იმიტომ რომ ისეთი ოქროს ხელება გოგო ქმნის ამეებს და ეს არის ორქიდეას ნამუშევარი. ეს გოგონა ესე იგი მე რამდენად სამჯერ გამომიგზავნა თუ არ ვცდები, სხვადასხვანაირი ჭიქები და ძალიან მოწონს, აი არაჩვეულებრივი გოგონა ხალხო, ძალიან ნიჭიერი, ანუ შეხედეთ უბრალოდ რა ლამაზია. ნახეთ.
თან იასამნის ფერებზე ხომ გიჟდები. ხო და ნახეთ როგორი ლამაზია. ძალიან მომწონს. ახლა მას დავლევ. მე ჩემი კვარც მოვიდა, იმას ერთადაც დავლევ. იმასთან ალექიანს და სულ გამომივე დღეს 4 ჭიქა და ნეტა არ მოვკვდებოდეს სადმე. მოდი ვისაუბროთ ბოლოს არის სევდაზე. გარდა იმისა, რომ არის უბედნიერისი დღე ხალხო. ამის გარდა ეს არის დღე, როცა ძალიან დიდი ხარჯები მიდის ჯიბიდან არა, ჯიბებიდან და სხვათა შორის ერთი ჯიბიდან არა, სხვა ოჯახის წევრების ჯიბებიდანაც. მე მახსოვს წინა წელსაც რო განვიხილავდით ბოლოს არის რაღაცა თემებს, ჩემი გამომწერები როგორ მიწერდნენ, რა დონემდე იწეწებოდნენ ხო და ყოველ წელს ეს ხდება, ნუ კოვიდის პერიოდები გამოვტოვოთ, მაშინ არც ბოლოს არები ტარდებოდა, არც ბანკეტები და ძალიან ისე იყო სიტუაცია, მაგრამ ახლა უკვე ისევ დაიწყო ყველაფერი, თავიდან აი ის დადგმები ისინი ერთ-ერთი ვითომ მე რაღა დროს გარი და აღარ აკეთებდნენ, მაგრამ უკვე აი 1-2 წელი ძალიან აქტიურად დაიწყო ეს დადგმები, ცეკვები, რაღაცები, რაც ძალიან მომწონს. ესე იგი დაახლოებით რო გითხრათ, წერდა მშობელი, რომ 800 ლარი მიჯდებაო ერთი ბავშვი. ბოლოს არის. ესე იგი 800. ხა ყველა სკოლას თავისი ის ექნება, ზოგ 700 დაუჯდება, ალბათ ზოგ 1000 და რა ვიცი, მე ხა გააჩეკურ გაიწეწები. და რამდენად ხანდახან მეტი ჩარამშობლებიც ურევია ხოლმე მაგამ ბავშვი. ხანდახან არა, ხშირ შემთხვევაში. ამაში ალბათ შედის ეს ბოლოს არის მომსახურება და ბოლოს არის მომსახურებაში შედის ის, რომ მოდის ვინმე რეჟისორი, ორგანიზატორი, ვინც დგამს ბოლოს არის ცეკვას და ასე შემდეგ, აი მაგ ყველაფერს წერს სცენარს და რაღაცა. მაგის თანხა არ ჯდება ცოტა, იმიტომ რომ მე თვითონ ბოლოს არის ორგანიზატორი ვარ და წლები ვიმუშავე, სხვადასხვა უამრავ სკოლაში მაქვს ნამუშევარი და არ ჯდება ცოტა ჯერ მაშინ მე რომ მუშაობდი ნამდვილად დაბალ ანაზღაურებაზე ვმუშაობდი, თუმცა ახლა რომ ვუყურებ, ნამდვილად არ იყო დაბალი, რეალურად დაბალი არ იყო. და ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ეს ერთი რამდენიმე წელია გაორმაგდა. ნუ რამდენიმე წლის წინ უკვე 1-2 წელი ფაქტობრივად აღარ ვაკეთებ რა. 3, აი დაახლოებით 2-3 წელი. და ახლა მინდა გითხრათ, რომ ბევრად გაწვირდა. თან არ დაგავიწყეს ერთი ფაქტორი. თუ მაგალითად ბოლოს არის გააკეთა ისეთმა ადამიანმა, რომელიც ჩანდა ან ჩანს ეკრანზე, ჩათვალეთ, რომ თქვენი ბიუჯეტი, გარდა თქვენი და თქვენი ქმრის, უნდა დაიხმაროთ ბებიის, ბაბუის, იმიტომ რომ ვერ ჩაეტევით. ვერანაირ 800 და 500 ლარში, იმიტომ რომ ძალიან ძვირი ჩდება ისეთი ადამიანის მოყვანა, ვინც გაპიარებულია, შესაძლოა სულად არ იყოს დიდად ვაი გადამრიე დამდგმელი რამის, მაგრამ აი ამან დამიდგა ეს ბოლოს არის თუ რაღაცა, ეს ცოტა არის ხოლმე რა, ეს ჭირთ ხოლმე. მე მახსოვს ერთ-ერთ სკოლაში რუსთაველზე რა ქუჩა არ მახსოვს, აი მაღლა აღმართზე ღმერთო რა ქუჩა, არ მახსოვს უკან. და მათ პარალელურ კლასს უდგამდა რაც კომედი შოუს ერთ-ერთი მსახიობი, რომელიც ისეთი დადიოდა, გეგონება აი ქვეყანა რო ინგრევა და ისახე და როგორ მიეკარები და მე ვარ და ჩემი ნაბადი, რო საერთოდ ნაბადიც რო არაფერია იმასთან და აი ეგეთი სახით რა. ხო, ნუ მესმის ახლა ვიდეოებში ხშირად ჩანდა, მაგრამ გარდა იმისა, რომ ზედარავის უყურებდა, ძალიან ზვირს უხდიდნენ. მე არ ვიცი მათი ბოლოს არის როგორი იყო, მაგრამ მახსოვს, რომ აი ეს გაპიარებულიც ეგ არისო, ანუ ესე ამბობდნენ რა. ხშირად არ მიდიოდა, ეხლა მაგათად როგორც მე, ხშირად არ მიდიოდა. სულ მივიდა რამდენჯერმე, ჩაიდო ჩემზე ალბათ 1-3 მეტი. და წავიდა.
თქვენ წარმოიდგინეთ, ჯერ მაშინ უჯდებოდა თითქმის მშობელს ეგ თქვენი 800 და 900 და შეიძლება მეტიც. და ახლა უკვე 800 ლარი აღარაფერი აღარ არის ხალხო. ახლა აღარ არის, ყველაფერი ძალიან გაძვირდა და ეს თუ გაძვირდა, ის თუ გაძვირდა, ის თუ გაძვირდა, კაცო ის ორგანიზატორი არ გაძვირდება? ისიც რომ გაძვირდა. მერე არ დაგავიწყდეთ, რომ ხშირ შემთხვევაში ყველასაცვია რაღაცა ერთი სტილი, ერთნაირები, ამ ყველაფერს ყიდვა უნდა. თუ შეიკერის კაბები და კოსტუმები ხო კიდე ცალკე ხარჯი. მერე იქ თმის მოწესრიგება გინდა, იქ რაღაც გინდა, მერე იქ ვიღაცა საჩუქარი უნდა მისცე, იქ გოგოებს ყვავილები მიართვა, თუ ბიჭი ხარ ამ შემთხვევაში. მერე იქ ტორტი უნდა მიიტანო, ანუ იმდენი ვითომ წვრილმანი ხარჯია, რომ ჩამოწერო, მიხვდები, რომ შეიძლება 800-იც კი ცოტა იყოს. რომ ჩამოწერო. მე არ მომწონს მაგალითად ბანკეტების სისტემა, კი არა, ბანკეტებზე წაყვანილი ყველა პედაგოგის სისტემა. კატასტროფულად არ მომწონს. საერთოდ ვემიჯნები მსგავს ამდენი პედაგოგის წაყვანას და ამხელა ხარჯების გაღებას. მიხარია რა, რომ ბოლო რამდენიმე წელია, აი რაც კოვიდი, იმის მერე უკვე რესტორნები შენელდა და ხალხი უკვე მიდის აუზებზე, ქალაქგარეთ და ესეთ ადგილებში იხდის ამჟე ბანკეტებს და სულაც აღარ უნდა ეჟენი რესტორნები, დამთავრდა. რა თქმა უნდა, ისევ ბევრი არის, ვინც რესტორანში იხდის, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მე ვისაც ვუყურებ, უფრო აუზიან სახლებს ანიჭებენ უპირატესობას, მაგრამ რა თქმა უნდა, ძალიან ჩაწვა რესტორნის ბიზნესი. ხა ბოლოზარებზეც და თუნდაც ბანკეტებზეც ძალიან მაგარ ფოშოულობდა ნებისმიერი რესტორანი, ნორმალური რესტორანი და ახლა ეს ყველაფერი დამთავრდა. აღარ აქვთ ამდენი შეკვეთები, აღარ აქვთ. და ბოლოზარზეც უკვე რომ მიდიოდნენ თქვათ რესტორანში, ცოტა ნაკლებიც კი უჯდებოდათ რაღაც პუნქტში რესტორანი ბოლოზარზე ვიძახი. ეხლა იქაც აუზები და სხვა ადგილები უნდათ, რომელიც იქაც საკმაოდ ძვირია, მერე იქ რაღაცა კერძები უნდათ. სმა, ჭამა კიდე ცალკე. ჟაოდე. თქვენ წარმოიდგინეთ, აი ბანკეტი ავიღოთ. თვითონ ბავშვის ჩაცმა, დახურვა, ეხლა 50 ლარში რო ჩაცმო და დაახურებ, გასაგებია. ჩაცმა, დახურვა, სალონი, იქ დასადები ფული. უნდა დადოს რესტორანში წავა, სადაც არ უნდა წავიდეს, იქ უნდა დადოს ფული. მერე მეორე დღესაც იკრიბებიან, იქ კიდე რაღაცა ცალკე კიდე რაღაცა უნდა გაატანო, ისე ვერ გაუშვებ. მერე შენ მშობელი ხარ, შენს გინდა შენი შვილის ბედნიერ დღეს დაესწრო. ჩასაცმელი გინდა. კარგი, თუ ხელი ცოტა ისეთი გაქვს, რომ შენ თვითონ მოიწეს რიგო თავი, კიდე ხო, თუ არა და მოგეხსენებათ რა ღირს ვარცხნილობა, რა ღირს მაკიაჟი და ეს ყველაფერი. გასაგებია, რომ ცხოვრებაში ერთხელ არის ეს ბოლოზარი, მაგრამ ძალიან ვიცით გაგიჟება. ამ ბოლოზარებზეც, ამ ბანკეტებზეც ძალიან ვიცით გაგიჟება. გაგიჟება არის ის, როცა 25 პედაგოგი გესწრება ბანკეტზე და თუ უნდა დადო, დავუშვათ გეუბნებით პირობითად რა, 400 ლარი უნდა დადო, მე 900 ლარი. იმიტომ რომ სხვა პედაგოგებიც უნდა წამოვიდნენ. მე ეს არ მომწონს და ვთვლი, რომ იყოს მხოლოდ დამრიგებელი და მორჩა და თუ უნდა იზიზუმოვა. არ შეიძლება ხალხო ამდენი ამხელა სხვა პედაგოგების წაყვანა. მე არ ვიცი, ანუ რანაირად საიდან შოულობთ ხალხო ამდენ ფინანსებს, ზოგი ვალებს იღებს, ზოგი ბანკები, ზოგი არ გეცოდებათ, აი პედაგოგები არ გეცოდებათ ოჯახები და ანებეთ თავი. უწახვალთ. თქვენ შეიკრიბეთ ხოლმე წლის ბოლოს, ვისაც გინდათ პედაგოგი და წადით უფრო კარგად გაერთოთ, ვიდრე ბავშვებთან ერთად. ძალიან ცუდია, არ მომწონს მე ყველაფერი და ძალიან ბევრჯერ მithქვამს სხვათა შორის, რომ არ მომწონს. ძალიან არ მომწონს. წლებია მაგას გავიძახი, რომ იმდენად დიდი ხარჯია ეგ ყველაფერი, იმდენად დიდი და ისე წუხს მშობლების უმრავლესობა ბუნებრივია, რომ აი არ ვიცი. მაგრამ არიან ხოლმე რაღაცა
გამომცხვარი ისინი მშობლები, რომლებიც რას ქვია, ეხა დონეობენ და იმხელა ხარჯი აგდებენ სხვა მშობლებს, რომ რა ვიცი, თვითონ კი არიან მე ეს კუტობზიკილები და ქულებ დაწერილები და არ უჭერთ მე ის დადება და სხვა ძალიან უჭირს. გეუბნებით ის გოგონა, რომელიც წერდა მშობელი 800 ლარი ჭდება ერთი ბავშვი, ანუ ერთი ბავშვიო, ჩემი შვილიო და თქვენთანაც ისეა უკითხულობს და ეს არის მარადიული თემა და ეგ კი არ კითხულობთ, ხო მთელი საქართველოს მაგას ვკითხულობთ, როგორ ხდება ამდენი ფულის ხარჯვა ერთ ბავშვზე მაგალითად. ძალიან რთულია, ძალიან არ მომწონს და რა გავაკეთო და ვერანაირად ვერ მოვიწონებ ზღვარგადასულ რაღაცებს. ბოლოზარი იქნება თუ ბანკეტი იქნება, ვცდილობდეთ უნდა დიდი ალბათობით მთელი საქართველო, რომ ამდენი პედაგოგი არ შეიძლება, ნუ მიყვებით ხალხოცოდები არიან ეს მშობლები რა, ეხლა ყოფილა შემთხვევა, რომ გამიგია, რომ ვერ წავიდა დედა შვილის ბანკეტზე, იმიტომ რომ იმდენი თანხა დადო თავისი შვილის და პედაგოგის, რომ ფიზიკურად ვეღარ წავიდა თვითონ. და ეხლა იმ პედაგოგს უფრო მეტად უნდა იმ ბანკეტზე ყოფილიყო თუ მშობელს. თქონდა მშობელს. ასე რომ ძალიან არ მომწონს. არა მხოლოდ სკოლებში, არც ბაღებში არ არის კარგი მდგომარეობა. ძალიან ბევრი ამბობს მშობელი. რაოდენობის გარეთ რო გახვდეთ და დადგეთ და რომელი მშობელი ხართო, ყველა უმრავლესობა 90% ხელს აიწევს იმ პრობლემებით, რაც ხდება ბაღებში. აი, მაგალითად, სახელმწიფო ბაღებზე ძალიან ხშირად მსმენია, რომ ამის ფული დავდეთ, იმის ფული დავდეთ, ამის ფული დავდეთ, იმის ფული დავდეთ, მუდმივად სულ ფული და მე ამბობენ ხოლმე, რომ კერძოში დაყვას თუ სახელმწიფოში ვეღარ გაგვიგიაო. ზოგადად რაღაცნაირად უნდა შემცირდეს ალბათ ეს ყველაფერი, ხა სახელმწიფო ბაღია და თითქოს სახელმწიფო უნდა იღებდეს ბევრ რამეში პასუხისმგებლობებს, მაგრამ რატომღაც თითქოს მთლად ყველაფერში ვერ არის მოწოდების სიმაღლეზე. ხო და ძალიან რთულია. აი ეს ფორმების ქირაობა ის ეხლა ხო გასაგებია რაღაცა რომ იდგმება კაცო ის ჭია მაია ის ციყვია თუ ის ვიგენია სჭირდება კაცო იმპორტს ფორმა იმანაც რა ქნას იმ პედაგოგმა ნუ ასია ეხლა ესე ფორმები შეკერვა ერთდროულად რთულია რა თქმა უნდა იმაზეც ფული უნდა დადო იქირავ იმაზეც ფული უნდა დადო და ხოდა ხამში იმ პედაგოგმა აღარ იცის კაცო რა დადგას რომ შენ მოგაწონოს რაღაც მშობელს ხო მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ არ ვართ დალხინებული ქვეყანა. ჩვენ ძალიან უჭირს. ჩვენს ქვეყანას ძალიან უჭირს რეალურად. უბრალოდ კიდე კუდაბზიკები ვართ და თავს ვაჩვენებთ, რომ ვითომ არა, კარგად ვცხოვრობთ თუ რაღაც, მაგრამ არ არის ასე. შენ შესაძლოა კარგად ცხოვრობ 1 და 2 და 20 და 30 კაცი როგორ ცხოვრობს. თქვენ წარმოიდგინეთ ვიღაცას 1 ყავს, ვიღაცას 3 ყავს, ვიღაცას 5 ყავს. როგორ უნდა ქნას აბა მითხარით ზოგს ტყუპები ყავს მოდი აბა დადეთ ტყუპების ფული იმასე ბანკეტზე და ბოლოზარზე ხო წარმოგიდგენიათ ახლა კლიპებსაც ხო იღებენ მე ეს კლიპები ძალიან სახალისო და ძალიან დასამახსოვრებელი და ძალიან კარგი და ძალიან მომწონს იმაზე ცალკე ფული გჭირდება გენაცვალე ხმის ჩაწერაზე ფული გჭირდება ჩემწერ სტუდიაში უნდა ჩაიწეროს აუცილებლად ყოველ მისის გარეშე ესე ტელეფონით ვერ ჩაწერ იქ უნდა ჩაწერო კამერა ვიდეოგრაფი გჭირდება დამონტაჟი არ უნდა გუკვირდეს 800 ლარი ეს ცოტაა მაგრამ იქიდან გამომდინარე რა დღეშიც ვართ ჩვენ ქვეყანა ხო ზოგადად და რა უმუშევრობაც უყვება რა დღეშიც ვართ რა თქმა უნდა ძალიან ბევრია ძალიან ბევრია თითქოს შეღავათი ექნებოდათ რომ რესტორნის და ბასეინზე გადაინაცვლეს მოსწავლეებმა და ის მაგრამ მაინც ძალიან დიდი მაგრამ რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, მაინც ყოველ წელს ერთი და იგივეა და მაინც ყოველ წელს ამაზე ვსაუბრობთ, ხო და ყოველ წელს მერტ მაქნას გილოცავდეთ დიდი სიხარულით სკოლის დამთავრებას და მთელი ცხოვრება ვიცოცხლო და სულ გილოცავდეთ და გილოცავდეთ. ასე რომ კიდევ ერთხელ გილოცავთ, მესმის მშობლებო რომ ძალიან რთულია. მეც მშობელი ვარ. ფსიქოლოგიურად მაგისთვის ვემზადები უკვე.
ბევრი რამ არ მესმის სიმართლე რო გითხრათ ამ ფინანსებთან და რაღაცებთან დაკავშირებით ბევრ რამეს ძალიან ისე ვუყურებ ანუ ზედმეტი რაღაცები არ მიყვარს და ვერ ვიტან მშობლებს რომელიც რაღაცა ძალიან ინიციატორები არიან და ის ზედმეტი ტობაში რო გადასდით ეგეთი რაღაცები არ მიყვარს თორე ნორმა რაც არის ამას ყველა მივიღებთ ახლა ვუყურე რაც საინფორმაციოს Facebook-ზე ამომიგდო თან მოდი სამზარეულო დავალაგოთ იმიტომ რომ ძალიან მირეულია მორეულია ყველაფერი აი ესე აყრილი დაყრა დავყარე და თან დავალაგებ თან მინდა რომ ამ თემას შევეხო აუცილებლად ან ისე ჩოქში ვარ ხალხო ძალიან კარგი სიტყვაა შოკი აი ზუსტად მანდვარ მოიცეთ მე საერთოდ ხო ისე ემოციური ვარ ეხა მაგრამ რაღაცების სხვადასხვა პერიოდებში დაიდება გოგოებო ვიდეოები ზოგი იქიდან ზოგი აქიდან აი ესე დავდებ მოკლედ რა თემატიკების მიხედვით დავალაგებ მაგრამ ეხლა მინდა რომ ბარემ რადგან დღევანდელ ვიდეოს ვდებ სკოლის თემაზე ბარემ ესეც მივაბა ამ თემას მოკლედ რა მოკლედ მე რო კლასელი გოგონა ბოდიშს ვიხდი რომ თან აი ესე ძალიან წუწაობ გადმოხტა დიდი ალბათობით მე რო საფულიდან და დაეცა მანქანას მოკლედ დაიწყეს მოკვლევა თუმცა დიდად არ შეუწუხებიათ თავი მაგრამ საბარაუდო ანუ რო გადმოხტა და არავის გადმოუგდია მოკლედ ყველაზე ცუდი რაც მოვისმინე ერთ-ერთ ნუ გარდა იმისა რომ სიკვდილი ხო წარმოგიდგენიათ მაგრამ კიდევ რა მოვისმინე არის ის რომ სკოლა ფაქტობრივად გამიჯნული ბრძანდება ამ ამბისგან თურმე ეს ნუ იტყვიდა დირექტორი არც კი მისულა ხალხო გარდაცვლილი ბავშვის ოჯახში რა გული გიძლებთ რანაირი დირექტორები ხართ არ უთხრამთ რომ ეს სკოლაზე იყო საუბარი მე ყოველ შემთხვევაში ვერ მოვისმინე თქვენ რანაირად უნდა იყოთ დირექტორი რანაირად უნდა იყოთ ბავშვებთან რომელიც არც კი დაინტერესებულ ხართ ამ ამბით ვერც გაიხსენაო ჟურნალისტი საუბრობს იმ გოგონას სახელი ვიზეც იყო საუბარი არ დაინტერესებულ ხარ გარდაცვლილი რა არის რა ადამიანები ხართ საერთოდ თქვენ რანაირად უნდა იყოთ დირექტორები რომელიც არც კი ინტერესდებით რატო არ იყო ძალიან გავლენიანი შვილი და არ დაინტერესდით შემთხვევით ხო არ იყო მიზეზი იმიტომ რომ როგორც მივხვდი არ არის ცოტა ისეთი მდგომარეობა ამ კუთხით ანუ რა ვქნა და დიდად არაფერი გარკვეული არ არის ну მითიც ახლა გამოძიება ვითხოვ რა უნდა დაადგინო გეხოცებით რა უნდა დაადგინო მითხარით ხო და ის არისო რა ქვია მოკლედ ჯერ არც მისულა ეს დირექტორი რომ განაის რომ იქანებულიყო ეგ და მთელი სკოლა ფეხზე დამდგარიყო რომ მათი მოსწავლე გარდაიცვალა გადმოხტა და ძალიან ბევრი ადამიანი ადასტურებს ბულინგის მსხვერპლია ბულინგის რაზეც ყველაზე მეტად დამწყდა გული და აი რაღაცნაირად ცუდად გამხადა ამ ფაქტმა ეს არის რომ ძალიან ბევრი ბავშვი ადასტურებდა თურმე იმას რომ იყო ნამდვილად ბულინგის მსხვერპლი დასცინოდნენ ჩაცმაზე გარეგნობაზე პირდაპირ ვიძახი აი ბავშვების შეჯავრება და ბავშვებზე ზიზღით საუბარი ხო არ არის რა თქმა უნდა სწორი მე ზიზღება ასეთი ბავშვი ვინც ხმას უბიძგებს თვითმკვლელობისაკენ თვითონ ისე ხუმრობით ამისათვის ჩვენ დედები უნდა ვიდგეთ ძალიან მაგრად ხალხო ფეხზე რა მე თუ არ ვიდგებით ძალიან ბევრი რამ ჩვენ შვილებს ვერ ეცოდინება მაგალითად ის რომ ეგ არის ბულინგი ხო იცი აი ესე ჰაერზე მაგრამ ამას ვერ აცნობიერებენ აუხსენით ჩვენივე მაგალითით თქვენივე სიტყვებით მოუყანეთ მაგალითები საკუთარ თავზე გამოაცდებით და ახსენ აი ეგ არის ბულინგი რატომ არ ვაკეთებთ ამ ყველაფერს მშობლები და რას ვაკეთებთ საერთოდ როგორ
ვუდგებით ამ თემას. მარტივია ეს თემა? ძალიან რთულია. ძალიან ბევრი ბავშვია. აი ამ ყველაფრის მსხვერპლი ძალიან ბევრი. მე ახლავე ძალიან განვიცდი ერთ ფაქტს. აი როგორც მშობელი გეტყვით. მარიამი ხშირად მოდის და მეუბნება რომ არა მარტო ზოგადად ბაღზე აქვს საუბარი, ხა მარიკ პატარა და სამწიგო ვერ მოთხოვ ბევრ ამეს, გავიგეთ, მაგრამ ზოგადად რისი მეშინია იმას გეტყვით. რომ მეუბნებიან რომ მარიამ შენ ხარ პატარა. ამ შემთხვევაში სიდაბლეზეა საუბარი. ამას ძალიან განიცდის ბავშვი და იმ სივრცეში აღარ უნდა. და მე მეშინია რომ ეს ყველაფერი მერე არ გადავიდეს სკოლის აუ ბოდიში შხრიალებს, მაგრამ ჩემი ხმა იმედია გესმით. მეშინია კი არა და ვიცი რომ გადავა. სკოლის ამბებშიც ეგ იქნება მეტნაკლებად ეგ თემა. ვიცი, ბავშვებს ახასიათებთ ეგეთი რაღაცები. ჩვენ თუ არ ავუხსნით ჩვენ შვილებს და მილიონჯერ ვუხსნი ხოლმე მარიამს ძალიან ბევრ რამეს. მაგალითად, რაც თვითონ წინს იმ რაღაცებს, რომ სხვას არ უნდა უთხრას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ თუ არ დავდექით ხალხო მყარად ფეხზე, ბავშვი თავისთვის ისწავლის და ვივიწყოთ. ჩვენ თუ არ დავდგებით ფეხზე. ის მერვე კლასელი ბავშვი რომ რაც კი მოუკითხავს იმ ხეპრე დირექტორს და მე მაგალითად განათლების სამინისტრო ვიყოს დაუყოვნებლივ მოხსნიდი, როგორც ადამიანს იმიტომ მოხსნიდი, მაგ დირექტორს, რომელიც გონზე არ არის მის სკოლაში, საერთოდ რა მოხდა ნორმალურად არც იცის. შესაძლოა არ გაუგია ფაქტი და გასაგებია, ეხლა ეგრე შემა ვერ გაიგო, მაგრამ არ უნდა მithქვიდე ოჯახში. ანუ რა ვალდებულებები გაქვთ ამ დირექტორისა და ვერ გავიგე. რა ვალდებულებები გაქვთ? ადამიანობა საწავიდა. ბიჭო, ადამიანი უნდა იყო ჯერ და მერე დირექტორი. ვერ იქნები სხვანაირად ბავშვებთან. ანუ ვერანაირად ვერ იქნები. გაოგნებული ვარ ამ ფაქტის გამო. აი გაოგნებული. სიტყვებით უმყოფნი და ზედაც გეფიცებით, რანაირად შეიძლება რომ დირექტორი ამდენად გულგრილი იყო ამ საქმის მიმართ. იმ საქმის მიმართ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს, რადგან შენ სკოლაში მოხდა ფაქტი შენი სკოლის ბავშვის გარდაცვალების. ჩვენს შვილებს თუ მარა აუხსნით ბევრ რამეს ყოველ დღე, აუცილებლად ვინმეს შვილი იქნება, ვინმეს სიკვდილის მიზეზი. აუცილებლად. ძალიან აი მთელი სხეული მიკანკალებს იმდენად წუხარ ამ ფაქტის გამო. აი ვერც აუხსნი მე მგონი რა. მე სიტუაციებს ძალიან განვიცდი. გარდა იმისა, რომ რა თქმა უნდა ბავშვის გარდაცვალება ხო ხვდებით რამხელა ის არის. ამის გარდა კიდევ აი ეგ მომენტი მაქვს, რომ აი ანუ ბრაზდები მერე აი ვიღაცებზე, რომ ასეთი გულგრილობა მე ეგეთი რამე არ გამიგია, აი არ გამიგია, რომ ამდენად ხარატო ავაძრეს, აღარ აძვრება ყველა გარუცხოზე უნდა ავაძრო. ასეთი გულგრილობა მე უბრალოდ გეუბნებით მე რო ვიყო მინისტრი განათლების მოხსნიდი. იმიტომ რომ შეუძლებელია აი ეგეთი კადრი სრულყოფილად მართავდეს სკოლას. ადამიანი, რომელიც არც კი დაინტერესებდა თურმე ამ ყველაფრის ამ ბავშვთან ოჯახში არ მისულა, ბავშვთან რა ოჯახში, ოჯახის წევრებთან არ მისულა, არ მიუსამძიმრებია, ეგ არის დირექტორი. ანუ მაგალითად რა უნდა ასწავლოს ჩემს შვილს, თქვენს შვილს. რა უნდა ასწავლოს მითხარით რა. გაფიცებთ რა უნდა ასწავლოთ. ხა მაგალითად რა იცის რომ სხვას ასწავლოს. აი ეგ იცის? წარმოუდგენელია. აი იმდენად შემაწუხა აი ამ რეალობამ, რაც მოვისმინე. ტელევიზიები დაშუკილები არიან.
ასეთი სამწუხაროდ სკოლა არ გამოუცხადებია და არ ვიცი ნამდვილად, ან მე არ გამიგია, ვერ გეტყვით. მე არ ვიცი ხა ასეთი დირექტორი, სადაც როგორ შეიძლება მართავდეს სკოლას, ბაღს, უნივერსიტეტს, ანუ აი რანაირად, როგორ წარმოიდგინეთ რა დღეში იყო ეს ბავშვი, ეს საწყალი გოგონა, როგორ ამცირებდნენ, რომ ყველაფერი გაწია გვერდით და გადმოხტა აიმიდან. ანუ უბრალოდ მოდი ამ ყველაფერზე დავფიქრდეთ. აი ჩვენ რო ვიყოთ, ჩვენ რიგითი ადამიანები დავფიქრდეთ ძალიან ვთხოვთ, რა დონემდე შეიძლება რომ მივიდეთ, რომ ეს გავაკეთოთ რა. აი ხო არის წარმოუდგენელი ამას დაფიქრება და შემზარავი, ხო? რა თქმა უნდა შემზარავია. შემზარავია. მე არ ვიცი. როგორ ამცირებდნენ ამ გოგონას, რომ ამ ხელა გადაწყვეტილება გაწავიდა. ვასწავლოთ რა, ჩვენ შვილებს ვასწავლოთ რა. რომ არავინ არ არის მასზე ნაკლები, მასზე მეტი. რა შეიძლება, რა არ შეიძლება, შესაძლოა ვასწავლოთ და მაინც გააკეთოს, მაგრამ დამიჯერეთ უფრო ნაკლები შანსია რომ გააკეთოს რა. წარმოუდგენელი უბედურებები ტრიალებს აი ამ ბულინგის გამო. და წინასწარ ძალიან ბევრი რამის მეშინია ამ ცხოვრებაში. სიყვარული უნდა ვასწავლოთ რა, ჩვენ შვილებს უნდა ვასწავლოთ. ერთმანეთის პატივისცემა უნდა ვასწავლოთ, ძალიან დიდ სითბოში უნდა გავზარდოთ. ყველგან ყველა ოჯახში არ ახას დაწაბულობა რაღაც პრობლემა, მაგრამ რაც შეიძლება მეტი სიყვარული უნდა მივცეთ. მე არ ვიცი რა იწვევს ამ ხელა აგრესიას, რომ შეუძლიათ ესე თითის გაშვერით აკეთონ ეს ყველაფერი, მაგრამ ალბათ ჩვენ შვილებთან ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ, ძალიან ბევრი. დროებით. ჩემი გოგონდე, მაჩვენე დათვლები, საყვარელო. რა ლამაზია დე? რა დე? რენაცუყარე. შვიდობაში.